საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართეთ შეხვედრები EUTUS გენერალურ მდივანთან, კონფლიქტების ცენტრის დირექტორთან, EUTUS თავმჯდომარეობასთან, შვეიცარიის მხარესთან, ისევე როგორც EUTUS-ში ევროკავშირის ელჩთან. და პრაქტიკულად მოვიცავით მთელი სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული თვალსაზრისით ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის დეოკუპაცია და რუსეთის პრობლემატიკა და რა თქმა უნდა, ასევე განხილული იქნა უკრაინის და ამავე დროს ავღანეთის თემებიც. ძალიან კონკრეტულად, კაფიოდ და ნათლად დაფიქსირდა პოზიციები კიდევ ერთხელ თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და სოჭის ოლიმპიადის მერე რამდენად მობილიზება უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობა იმ მიმართულებით, რომ რაიმე ახალ სიურპრიზებს კიდე არ ქონდეს ადგილი. რაც შეეხება ინტეგრაციულ საკითხებს, ჩვენ ვართ ძალიან კაფიო ორივე მხარე, როგორც ევროკავშირიც, ასევე საქართველოც, რომ აგვისტომდე მოეწერება ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვექნება ჩვენ ამ მხრივ. დანარჩენი სამუშაო ბევრი გვაქვს ბუნებრივია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არც ალტერნატივა აქვს და მომავალიც ძალიან მალე იქნება.